აი ესეთი რაღაცა. აქ გერმანელები ცხოვრობდნენ მეთქი რო გეუბნეოდი როგორც ეთყობა მეღვინეობა გერმანელი ღვინის გადასაღად თავდაპირველად ფურგონებზე შემოდგმულ რუმბებს იყენებდნენ. აი ესეთი რაღაცა. თუმცა რუმბებში სადაღი ღვინო შორმანძიძე ფურცდებოდა, ამიტომ კასრებში მერე დაიწყეს აი გერმანელები სამშობლო ძიებაში. ნახოთ იქით. აქ უკვე თუნდაც განვითარდა მოვედით მე-19 საუკუნეში და აი ამას რა ქვია? თარი. საანსამბლო საკონცერტო სამსერი ინსტრუმენტი. ეს დიპლიპიტო. ეგ დიპლიპიტო. აწერია კიდევ დიპლიპიტო. დიპლიპიტო და თარი. ეს მოხატულია? მოხატულია. ეს იცი რა, ეს მუსიკალური საკრავი, ეს არის დაირა, დასათვალე დაირა ვიცი, დაირა. ამაზე იყო, წრეზე იყო გადაჭიმული ტყავი, შეიძლება მოხატული ყოფილიყო და დაირას უკრავდა. და რახან ბოლნისის ამბები, ამა დასაწყისი, გერმანელის ეკატერინ ფილი თუ რაღაცა ერქვა ამ ადგილს. მერე დაერქვა ბოლნისი, ამიტომ კიდე არის გასასვლელი. გერმანელებს ძალიან დიდი კიდე არა? არა, ეგ ალბათ დარბაზიდან გასასვლელი. დიდი ის იყო. მოკლედ ეს იყო ქვემოთ პირველ სართულზე, არ ვიცი ახლა ზემოთ თუ კიდე არის, იმასაც გაჩვენებთ. ნახოთ.